არ მივესალმები ისეთ ინვესტორს, ვიზეც მე არ ვიცი არაფერი. ერთმა დეველოპერმა მითხრა მაქსიმუმ 500 მილიონზეა საუბარი. იქ საძილე უბანს რო ააშენებ, აი არ მოიზიდავს არავის. თუ ეს პროექტი კარგი იქნება და ათასობით უცხოელი ჩამოვა ჩვენთან სასხურებლად, კიდევ უკეთესი, კიდევ უფრო გამდიდრდებით. ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია კონკრეტულად ეროვნების გამო. კარგად საიდან მოდის, წარმომავლობა რა აქვს ამ ფულს, რამდენად ლეგალურია, რამდენად არ მოყვება ამას სისხლი. თუ ეს პირობები მართლა რეალურია და ესეთი გადასარევი შედეგი ექნება ქვეყანაზე, როგორ შეიძლება ეს არ უდოდეს რიგით მოქალაქეს? რომ თავრობის საქმე საერთოდ არ არის ინვესტირება, არანაირი ფორმით არსად სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ის უნდა გახდეს ბიზნესმენი. ჩვენი გაიცანით, სხვების გაიცანით და მაინც ხარ მოგვეცით. მიუხედავად ისა, პროგრამებს ვკითხულობ. ეხლა ფიქრობ ხარ შევცვალოთ დებატის თემა და შევცვალოთ. ყოფ მდგომარეობაში უნდა დარბოდნენ, თავრობა არ უნდა იყოს, რეგულაციები არ უნდა იყოს და ალბათ თქვენ თქვით ეგ ზუსტად. ზოგადად პატიოსანი მოქალაქის ვალდებულება გადაწყვეტები არ გადაიხადოს. კონკრეტული ქვეყნის მაგალითი მითხარით, თქვენთვის იდეალური იმ დოქტრინაზე და იმ ულტრა მემარჯვენე, იმითი შეფუთული რაღაცა ბოლით